სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. 12 ფაქტი ანტიქრისტეს შესახებ. პირველი, ანტიქრისტე იქნება კაცი. წმინდა წერილში მას უწოდებენ ცოდვის კაცს და წარწმედის ძეს. მეორე, გამოცხადების წიგნში, ანუ აპოკალიფსში, იგივე ის გამოსახულია როგორც მხეცი, რომელიც ზღვიდან გამოდის. ივანე წერს და ვიხილეს ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც 7 თავი და 10 რქა ჰქონდა. რქებზე 10 გვირგვინი, ხოლო თავებზე გმობის სახელები. გამოცხადება 13 თავი. მესამე, ეს მხეცი განსხვავებულია ეშმაკისგან. ანუ ნახეთ მეგობრებო, ეშმაკი, ხო, იგივე სატანა, ეშმაკი და ანტიქრისტე ეს არ არის ერთ და იგივე. ეშმაკი, ანუ სატანა არის ყოფილი მთავარანგელოზი, იგივე ლუციფერი, ხო, დენიცა. და ანტიქრისტე კი ადამიანი იქნება, ანუ წყარწმედის ძე, რომელიც სატანის, ესე თქვა, ძალა ექნება, ხო, ხელსაწყოს იქცევა. ხელსაწყოდ იქცევა. მეოთხე, პავლე მოციქული მეორე თესალონიკელთა მიმართ წერს და ამბობს, რომ ანტიქრისტეს მოსვლა, ანუ სატანის მოქმედებით იქნება ყოველგვარი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით ცრუ. მეხუთე, გამოცხადების წიგნში აღწერილია მეორე მხეცის, ანუ ცრუ წინასწარმეტყველი, რომელიც დედამიწიდან, ანუ გამოდის, აქვს 2 რქა, როგორც კრავისა, მაგრამ ლაპარაკობს როგორც დრაკონი. ის აიძულებს ყველას თაყვანის ცეს პირველ მხეცს. გამოცხადება 13:11-17. მეექვსე, საბოლოოდ ეშმაკი, ანუ მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი ცეცხლის ტბაში ჩაგდებული იქნებიან და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნისამდე უკუნით. გამოცხადება 19:20-20 ასევე. მეშვიდე, ბევრი ანტიქრისტე იყო და არის, 1 იოანე 2:18, მაგრამ იქნება ერთი უკანასკნელი მთავარი ანტიქრისტე. მერვე, ანტიქრისტეს ნიშანი 666 დადებული იქნება მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. ამის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს ყიდვა-გაყიდვას, ანუ ეს ნიშანი არ იქნება უბრალოდ რაღაც პასპორტი ან ბარათი ან ვაქცინა ან რაიმე თქვათ ნივთი, ხო? ის იქნება, მეგობრებო, ნებაყოფლობითი მიღება და თანხმობა მხეცის თაყვანისცემაზე. ანუ არავინ შეძლებს მის იძულებით დადებას, ისე რომ ადამიანმა შინაგანად არ უარყოს ქრისტე. მეცხრე, ანტიქრისტე დიდი ალბათობით, მეგობრებო, ებრაელი იქნება, ებრაელი. და ებრაელთა უმრავლესობა მიიღებს მას როგორც მესიას. გახსოვთ, სახარებაში იესო ქრისტე ბრძანებს, რომ მამის სახელით მოვედი და არ მიმიღეთ. სხვა მოვა თავისივე სახელით და მიიღებთ მას. იოანე 5:43. ანუ ბევრი წმინდა მამა, ხო, მაგალითად როგორც არის კირილე იერუსალიმელი, იოანე დამასკელი და სხვა, თვლის, რომ ის იერუსალიმში აღადგეს, ან ეცდება აღადგინოს ტაძარი, ხო, და თავს ღმერთად გამოაცხადებს მასში, ხო. ის, მეგობრებო, ყველა სასწაულს მოახდეს, კუტრე, რაც ქრისტე, ესე იგი, ახდენა, ხო, ანუ კუტრებს აღადგეს და ანუ ხო ავამბობ, ყველა იგივე სასწაულებს მოახდეს. მეათე,
ანტიქრისტეს მმართველობა, მეგობრებო, გაგრძელდება 3 წელიწად ნახევარს. ანუ 42 თვე, ანუ 1260 დღეს. გამოცხადება 13:5. უფალი ამბობს, რომ ეს დღეები შემოკლებული იქნება რჩეულთა გულისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრებო, არც ერთი ხორცი, ანუ არც ერთი ადამიანი არ გადარჩებოდა. მათეს სახარება 24-22. მე-11. მეგობრებო, სიტყვა ანტიქრისტე ატარებს ორ მნიშვნელობას. პირველი, ანუ ქრისტეს წინააღმდეგ, ის იბრძოლებს ქრისტესა და ეკლესიის წინააღმდეგ და მეორე, ანუ ანტი, ნახეთ, ქრისტეს ნაცვლად. ის შეეცდება დაიკავოს ქრისტეს ადგილი და თავი გამოაცხადოს მესიად და ღმერთად. და მე-12, ბოლო, იესო ქრისტე გაანადგურებს, რა თქმა უნდა, ანტიქრისტეს თავისი მეორე მოსვლის და სულითა პირისა თვისითა და თავისი მოსვლის გამოჩენით უკაცრავად. მეორე თესალონიკელთა მიმართ 2:8. და მეგობრებო, შემდეგ დაიწყება საყოველთაო განკითხვა. სანამ სული, მეგობრებო, არის ხორცში, რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება, რა თქმა უნდა, გულწრფელად უნდა მოვინანიოთ და აღარ გავიმეოროთ ესა თუ ის მომაკვდინებელი ცოდვა. რაც შეიძლება ხშირად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა ჩავაბაროთ აღსარება, ვეზიაროთ, ვაკეთოთ კეთილი საქმეები, უანგარო, დავეხმაროთ ადამიანებს. ესე იგი, ეს იქნება ფინანსურად, თუ ფული არა გვაქვს, უბრალოდ მივცეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ცივი წყალი დავალევინოთ, რაც გვაქვს 20 თეთრი, 50 თეთრი დავეხმაროთ და ანუ უანგარო დავეხმაროთ. და ვაკეთოთ, ვიყოთ, ესე იგი, თავდაბლები, ხო, თავდაბალი ადამიანი, ხო, რაც აი თავდაბლობის და სიყვარულის გარეშე არაფერი გამოვა და თუ ესე იგი რამეს ვაკეთებ და არ გვაქვს სიყვარული, ჩათვალეთ რომ არაფერს არ აკეთებ და ყველაფერი წყალში ესე იგი ვარდება. ამიტომ პირველ ყოვლისა სიყვარული, თავდაბლობა და მიბაძოთ ქრისტეს. ამიტომ მან მოგცა ჩვენს გვაჩვენა და მოგცა ყველაზე დიდი თავდაბლობა და სიყვარული და თავგანწირვა. და ამიტომ მივბაძოთ ქრისტეს და სანამ დროა ვაკეთოთ და ვიყოთ მოწყალე და ყველაზე თავარი, მეგობრებო, ყველაზე მთავარი დავრჩეთ და ვიყოთ ქრისტეს მიმართ ერთგულნი და არა მარტო მოусმინოთ სახარებას და ქადაგებას, არამედ ავასრულოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განავახორციელოთ ცხოვრებაში, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.